ქვეყნის დიდი ქალაქების მსგავსად უძრავი ქონების ბაზარი რეგიონის სხვა ქალაქებშიც სტაბილურად იზრდება. იმერეთის ცენტრი ამის ერთ-ერთი მაგალითია, სადაც მშენებლობის ერთგვარი ბუმია, რაც როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების მკვეთრ მატებაში გამოიხატება. კომპანია პროსპექტის ინფორმაციით დღის მდგომარეობით ქუთაისში 40-ზე მეტი ახალი სამშენებლო პროექტი ხორციელდება, ხოლო კიდევ რამდენიმე ათეული პროექტი მოსამზადებელ ეტაპზეა. თუ ადრე მომხმარებელი ძირითადად მეორად ბინებზე იყო ორიენტირებული, ახლა მოთხოვნა ახლად აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსებზე გადავიდა. ამასთან ქუთაისში გაჩნდა პრემიუმ კლასის სეგმენტიც. რაც შეეხება ფასს, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ქუთაისში უძრავი ქონების ფასი საშუალოდ 25%-ით გაიზარდა, რაზეც გავლენას ახდენს როგორც გაზრდილი მოთხოვნა, ისე სამშენებლო მასალების გაძვირება და მუშახელის ანაზღაურების ზრდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქუთაისის უძრავი ქონების ბაზარი ზრდის ტემპით ხასიათდება. ადრე უფრო მეორად ბინებზე იყო მოთხოვნა კონცენტრირებული, თუმცა დღეს მნიშვნელოვნად გაიზარდა შენებარე და ახლად აშენებული საცხოვრებელი კომპლექსების მიმართ მოთხოვნა. ქუთაისი საკმაოდ პერსპექტიული ბაზარია და ამას აქვს რამდენიმე ფაქტორი, რაც ამ ყველაფერს განაპირობებს. ეს არის მიწის ჯერ კიდევ შედარებით იაფი ფასი თბილისთან და ბათუმთან მიმართებაში, განვითარების მაღალი პოტენციალი და ქუთაისთან არსებული საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მგზავრს ანაკადს ყოველწლიურად ზრდის, დაახლოებით 40-ზე მეტი მიმდინარე პროექტია ქალაქში ახალი და 30-ზე მეტი პროექტი გამოსვლას უცდის, ასე ვთქვათ, რომ დაიწყოს და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში მათი მშენებლობაც დაიწყება. უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურად იზრდება გორშიც, რასაც კერძო სექტორის შეფასებით ბოლო წლებში გაზრდილი კონკურენცია და მოთხოვნა ადასტურებს. დეველოპერული კომპანია MSZ Group-ი გორის ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და ამ დროისთვის უკვე 3 დასრულებული პროექტი აქვს. როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, მათი ძირითადი მომხმარებლები ადგილობრივი მაცხოვრებლები და ემიგრანტები არიან. ამ სფეროში სამშენებლო დეველოპერული მიმართულებით ჩვენი კომპანია იყო პიონერი, რომელმაც შესთავაზა ქალაქ გორს ახალი საცხოვრებელი კორპუსი, ეს იყო 2015 წელს. ინტერესი რა თქმა უნდა შეინიშნებოდა, თუმცა უნდა აღნიშნოთ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში რადიკალურად გაზრდილია მსგავსი პროექტების შეთავაზება სხვა კომპანიების მხრიდან. ჩვენი მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა წარმოადგენს გორის მოსახლეობას და ასევე გორიდან წასულ ემიგრანტებს, რომლებიც ძალიან უხვად ყავს. ემიგრანტების დიდი ნაწილი ფაქტიურად დისტანციურად თანამშრომლობს ჩვენთან. უმრავლესობა საცხოვრებელ ბინებად ყიდულობს ჩვენთან ფართებს, თუმცა არის ისეთი კატეგორია ხალხის, რომელიც საინვესტიციოდ გეგმავს ფართების შეძენას. გააქტიურებულია ფოთის უძრავი ქონების ბაზარით, ლოჯისტიკურ და სატრანსპორტო ჰაბად მიჩნეული ქალაქი ახლა ტურისტულ პოტენციალსაც აქტიურად ითვისებს, რაც სპეციალისტების თქმით დეველოპერული სექტორის დაინტერესებას იწვევს. ამ ეტაპზე ფოთში 10-მდე სამშენებლო პროექტი მიმდინარეობს, 2 კი უკვე დასრულებულია. მოლოდინია, რომ ქალაქის გენერალური გეგმის დამტკიცება ფოთს ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. უძრავი ქონების ბაზარი ფოთში ახლა გარდამავალ ეტაპს გადის. მიმდინარეობს რამდენიმე პატარა პროექტი, 5-სართულიანი კორპუსების მშენებლობები, მაგრამ იგეგმება ასევე მრავალსართულიანი ბინების, აპართ ჰოტელების მშენებლობებიც მალთაყვის უბნის სანაპირო ზოლში. ამ ეტაპზე ქალაქი ელოდება გეგმის დადებას, რომელიც გულისხმობს ისევე როგორც მალთაყვის განაპირა განაშენიანების გეგმას, ასევე მთელი ქალაქის გეგმას. გეგმის შემდეგ ყველა ვისაც აქამდე შერჩეული ქონდა მიწის ნაკვეთი ამ ფლობდა ან ნაწილობრივ შეიცნოს კომერციული დანიშნულებით უფრო დამოკიდებულია გეგმის მიხედვით რისი გასახალი იქნება მის პროექტს. ამის მერე წავა მასიური მშენებლობები უფრო. დიდი ქალაქებისგან განსხვავებით ნელი ტემპით, თუმცა სტაბილურად ვითარდება სამშენებლო დეველოპერული ბიზნესი ზუგდიდში. რეგიონის ბაზარზე რამდენიმე დეველოპერი ოპერირებს და მოთხოვნაც ძირითადად ადგილობრივების ხარჯზე იზრდება. სხვა ქალაქების მსგავსად ფასი საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ბოლო პერიოდში გაიზარდა ზუგდიდშიც, რაც კომპანია GG Point-ის დირექტორის თქმით, დღეს 850-დან 1050 დოლარის ფარგლებში მერყეობს. სხვა ქალაქებთან მიმართებაში ხო უფრო დაბალი ტემპით ვითარდება, მაგრამ სტაბილურად. დღეს მდგომარეობით სულ რამოდენიმე პროექტი არის მოქმედი, მათ შორის ჩვენი ერთ-ერთი, ჩვენ გარდა კიდე 2-3 კომპანია ოპერირებს დღეს მდგომარეობით ზუგდიდში და არის დაგეგმილი გარკვეული პროექტები. წინა წელთან შედარებით გვაქვს ზრდა, მაგრამ ძალიან დიდი არა, სადაც 50-60% ფაქტურად უფრო ემიგრანტებზე მოდის.
TBC კაპიტალის შეფასებით 2022 წლის მკვეთრი ზრდის შემდეგ 2024-25 წლებში საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი სტაბილიზაციის ახალ ეტაპზე გადავიდა. ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე 2026 წლის პირველ კვარტალში გაყიდვების წლიური ზრდა 15%-ს აღწევს, რაც მათი შეფასებით მოთხოვნის მაღალ დონეზე შენარჩუნებაზე მიუთითებს. ქობულეთში ბინებზე მოთხოვნამ პიკს 2023 წელს მიაღწია, ხოლო შემდგომ დასტაბილურდა. ამის მიუხედავად გასაყიდ ფასებში საგრძნობლად ზრდადი ტენდენციები შეიმჩნევა და ბოლო მონაცემებით კვადრატულ მეტრზე $1100 აღწევს. ფოთში კი გაყიდული ბინების რაოდენობა უმეტესწილად სტაბილური დინამიკით ხასიათდება. რაც შეეხება გასაყიდ ფასს 2023-24 წლებში მკვეთრი ზრდის შემდგომ კვადრატულ მეტრზე $500 ფარგლებში მერყეობს. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე ბიზნესის მოლოდინია, რომ დიდი ქალაქების მსგავსად უძრავი ქონების ბაზარი ქვეყნის სხვა ქალაქებშიც სტაბილურ ზრდას გააგრძელებს.